აჭარის კულტურის მინისტრმა სამუშაო შეხვედრის ფარგლებში საქართველოში იაპონიის ელჩულმა სპენძლა ელისო ბოლქვაძემ და იშიძუკა ჰიდეკიმ კულტურის სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივები დაანახილეს. მინისტრის განცხადებით, შეხვედრაზე ზაფხულის ფესტივალების ფარგლებში ქალაქში ერთობლივი ღონისძიებების ჩატარების შესაძლებლობები დაიგეგმა. მოხარული ვარ, რომ ვეწვიეთ აჭარის კულტურის მინისტრს. ეს დღეები საკმაოდ დატვირთული შეხვედრები გქონდა. გუშინ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გქონდა ღონისძიება, შესაბამისად მოხარული ვართ, რომ ბათუმში აფასებენ იაპონურ კულტურას. ქალბატონელი სოსთან ვისაუბრეთ იმ ღონისძიებების შესახებ, რომლებიც შესაძლოა ერთობლივად დავგეგმოთ, რათა ორი ქვეყნის ურთიერთობა ამ მიმართულებით კიდევ უფრო დავაახლოვოთ. ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ იაპონიის ელჩოსთან ესეთი ჩვეულებრივად საინტერესო ურთიერთობები ჩამოყალიბდა, კულტურული გაცვლები იგეგმება ძალიან საინტერესო გეგმები, როგორც საქართველოში, როგორც აჭარაში, ასევე იაპონიაში შემდეგ წელს და ელჩის თაოსნობით და საერთაშორისო ფონდ ჯაიკას თაოსნობით შეგვიძლია ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტები განვახორციელოთ რეგიონის საკეთილდღეოდ.